დიდება გმირებს ანწუხელიძე უკვდავია. რამდენიმე წუთის წინ ამ შეძახილებით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი პროტესტის მონაწილეებმა. მომიტინგეები თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ წულუკიანმა და ქართულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მათი შეფასებით გიორგი ანწუხელიძის შესახებ გაკეთებული განცხადება სამშობლოსთვის მებრძოლი ყველა ჯარისკაცის შეურაცხყოფა. მოქალაქეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა დღის მანძილზეც სცადა, თუმცა საპატრულო პოლიციამ საავტომობილო გზა მალევე გაათავისუფლა. ანწუხელიძე უკვდავია ამ ლოზუნგით დღესვე აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის უკანაც. ყველაფერი გათელეს, ყველაფერი შეურაცხყვეს, ყველა ინსტიტუცია მოარყიეს და ეხლა პატრიოტიზმი, თავდადება, სამშობლოსთვის თავგანწირვა, საქილიკო და სამასხარაოდ აიგდო წულუკიანმა. გვაბრალებს ომის დაწყებას ქართულ საზოგადოებას, ჩვენს გმირებს, მოიხსენიებს, თითქოს ვიღაცის პიარს ეწეოდნენ და არა სამშობლოს დაცვას და თან არ დაგვაუწყეს, რომ ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა ქართულმა ოცნებამ შეაჩერა და გაყინა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. ყველა დღე გვესმის 2020 წლის ომთან მიმართებაში ეს კამპანია და ამ კამპანიის განმავლობაში ისეთი გმირები როგორც ანწუხელიძეა, მის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში შეიძლება ადამიანის კითხვის ნიშნები გაუჩინოს. ეს არ მომწონს და არ ვიცი ხა სახში ჯდომაზე მეტად ეს უფრო შემოვა და ეს გავაკეთე. შეიძლება ხამით ვერაფერი ვერ შევცვალო, მაგრამ ჩემს თავთან ცოტათი მაინც ვიქნები მართალი, რომ ჩემი პოზიცია აქ დგომით გამოხატე.